სასწავლო გარემო, რომელიც ბავშვებს მომავალთან აკავშირებს, სივრცე, სადაც განათლება, ინოვაციას ხდება და ცოდნა რეალურ შესაძლებლობებად იქმნება. სწორედ ასე პოზიციონირდება Kinderlab-ი, რომელიც მის მესოურებს, რომ დავეყრდნოთ განათლების ახალი სტანდარტის დამკვიდრებასაც იწყებს. 1 ოქტომბერს თელავში ოფიციალურად გაიხსნება კემბრიჯის პროგრამებზე დაფუძნებული ინოვაციური სასწავლო ცენტრი, რომელიც მოსწავლეებს თანამედროვე ცოდნისა და უნარების მრავალფეროვან მიმართულებას შესთავაზებს. სწავლა 5 ძირითადი მიმართულებით წარიმართება და მისი მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ტექნოლოგიების, მეცნიერების, მეწარმეობისა და კრეატიული აზროვნების განვითარების ხელშეწყობა. Kinderlab-ის კონცეფციას და მომავლის ხედვას დეტალურად მისი დამფუძნებელი ხათუნა არწივიძე გაგვიზიარებს, რომელიც გვერდდება ახლა პირდაპირ ეთერში. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა თქვენი დროისთვის და ასეთ საინტერესო ამბით ჩვენთან სტუმრობისთვის. ქალბატონო ხათუნა, სანამ უშუალოდ იმ თემატიკას ჩავშლიდით, რასაც ფარავთ და დაფარავს მომავალშიც უკვე Kinderlab-ი, მინდა რომ ზოგადად შექმნის იდეა, რა საჭიროებები, რა ბაზრის კვლევა უძღოდა ამ ყველაფერს, სანამ მიხვიდოდით იმ, ასე ვთქვათ, იდეამდე, რომ ასეთი საგანმანათლებლო სივრცე უნდა არსებობდეს ქვეყანაში. მოგესალმებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. თქვენი მხარდაჭერა დამწყები მეწარმეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ რთულ გზაზე, რასაც ჩვენ გავდივართ. ჩვენ პირადად 5 წელია უკვე ბაზარზე ვართ. მე გახლავართ ტექნოლოგიების მიმართულებით ექსპერტი, კოუჩი, მაგრამ დავიწყე მასწავლებლობით 20 წლის წინ. ერთ-ერთ რუსთავის საჯარო სკოლა, გიმნაზია, 24 სკოლას შევთავაზე ჩემი პირველი პროექტი სწავლა თამაშით, რომელიც პირველი და მეოთხე კლასის ჩათვლით უნდა განხორციელებული იყოს სწავლა-სწავლების პროცესში, ყველა საგნის მიმართულებით. და აი ეს იდეა დაიბადა იქიდან, რომ ვაკურდებოდით ჩემი შვილების სწავლა-განათლებას, ყოველთვის ვიყავი ჩართული მათ, ასე ვთქვათ, განათლების მიმართულებით ამ სფეროში და მინდოდა რომ რაღაც ცოტა სიხალისე შემეტანა და არ ყოფილიყო ტრადიციული გაკვეთილები, უფრო თამაშზე ორიენტირებული და ტექნოლოგიაზე ორიენტირებული. ამის შემდეგ კიდევ რამოდენიმე პროექტი განვახორციელე, აგრეთვე სხვადასხვა სკოლებში, კერძო სკოლებში და 2019 წელს გამიშთა იდეა, რომ მე თვითონ შემექმნა და მე თვითონ შემეთავაზებინა ბავშვებისთვის და მშობლებისთვის ის გარემო, რომელიც სამწუხაროდ სკოლაში არ არის. ტრადიციული გაკვეთილები არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ იყოს უფრო მრავალფეროვანი, პრაქტიკაზე ორიენტირებული, კვლევაზე ორიენტირებული, თამაშზე ორიენტირებული და ტექნოლოგიაზე, რა თქმა უნდა. კი ბატონო. ამ შემთხვევაში, ასე ვთქვათ, რა კრიტერიუმებით იხელმძღვანელეთ, როდესაც ქმნიდით იგივე კურიკულუმს, ზოგადად სისტემას, ინოვაციური, ასე ვთქვათ, საგანმანათლებლო ცენტრია, ასე პოზიციონირდით თავიდანვე და ასე ვთქვათ, ეს იყო საერთაშორისო გამოცდილების რაღაცა თანამედროვე ბაზარზე არსებული ტენდენციების გადმოტანა ქართულ ბაზარზე თუ სრულად და ბოლომდე აწყეთ, მათ შორის იმ საჭიროებებზე, რაც დაინახეთ და რაც კონდათ ქართულ საგანმანათლებლო საჭიროებები პირდაპირ იყო გადმოტანილი ჩვენი სკოლებიდან, რადგან მე მოქმედი პედაგოგი გახლდით, აგრეთვე ტრენერი, კოუჩი ტექნოლოგიების მიმართულებით და მასწავლებლებთან ძალიან დიდი შეხება მქონდა, მაქვს მიღებული წვლილი, ესე ვთქვათ, მასწავლებლების გადატრენინგებაში და ძალიან მინდოდა, რომ მათ ეს ტექნოლოგიების სიახლეები შეეტანათ საგაკვეთილო პროცესში, მაგრამ სხვადასხვა გარემოებებმა ვერ მოახდინა ის შედეგი და ვერ დავდით ის შედეგი, რაც უნდა დადებულიყო, რადგან ტექნოლოგიები ძალიან სწრაფად ვითარდება მსოფლიოში მოგეხსენებათ და 2019 წელს პანდემიის შემდგომ კიდევ უფრო დაჩქარდა ეს პროცესი, რადგან ციფრულ თაობასთან აგვაქვს საქმე და ციფრულ თაობას უფრო სხვა, ასე ვთქვათ, საჭიროებები და სხვა გამოწვევები უნდა შეგვეთავაზებინა და მაგალითად, აი მათემატიკას ძალიან უჭირთ სწორხაზოვანი ამოცანების შესწავლა, აგრეთვე ფორმულებით დამახსოვრება და ჩვენ 2019-ში რომ გავიხსენეთ, შევთავაზეთ მაგალითად მათემატიკის შესწავლა ლანდშაფტის დიზაინის საშუალებით, ან არქიტექტურის საშუალებით, ბავშვები ეცნობოდნენ დაგეგმარებას და
თვითონვე იყვნენ მოქმედი პირნი, მოირგეს ის პროფესია, ჩვენ არ ვაწვდიდით პირდაპირ ცოდნას, თეორიულ ცოდნას. ბავშვები აკეთებდნენ და უკვე სიღრმეებში რომ ჩადიოდნენ, ისინი თამაშით სწავლობდნენ მათემატიკას, მეცნიერებას, ხელოვნებას და მერე გაიაზრებდნენ, რომ თურმე ლანდშაფტის დიზაინით და არქიტექტურით შემოესწავლათ მათემატიკა. განსხვავებული მიდგომა. მათ შორის აი კემბრიჯის, ასე ვთქვათ, პროგრამებზე დაფუძნებული სწავლება. რას გულისხმობს აი ქართულ რეალობაში ეს როგორ განიმარტება და მიუყვეთ სათითაოდ ყველა მიმართულებას, ხო, რა იგივე მეწარმეობას, ინოვაციას და ასე შემდეგ, რასაც ტექნოლოგიებს მათ შორის, რასაც თქვენ ფარავთ, რა შტრიხს მატებს ეს კემბრიჯის პროგრამებზე დაფუძნებული სწავლება? დიახ, 5 წლის მანძილზე ჩვენ ამ პროდუქტს ვთავაზობდით მოსახლეობას და მშობლებს საერთაშორისო მიმართულებით, რა თქმა უნდა, მყავდნენ უცხოეთიდან ბავშვები სხვადასხვა ქვეყნებიდან და ვაკვირდებოდით უცხო ბავშვების და ჩვენი ბავშვების დამოკიდებულებას ამ პროცესისადმი და გამოიკვეთა ის, რომ მათ ქართულ ბავშვებს სიამოვნებდათ უცხოელ ბავშვებთან თანამშრომლობა, გვინდოდა რომ მათაც ეს კრეატიული აზროვნება, გუნდურობა, თანამშრომლობა უფრო მეტად შეეთვისათ ეს უნარები და ჩვენ საერთაშორისო კონკურსებში გავიმარჯვეთ წელს, გასულ წელს ვიყავით წარდგენილი ჭკვიანი ტექნოლოგიების მიმართულებით წარვადგინეთ და დავინახეთ ის საჭიროება, რომ შეიძლება იცოდეს ბავშვმა ინგლისური, მაგრამ არა იმ სიღრმეებით, რომ თავიანთი პროდუქტი, რომელსაც ისინი შექმნიან პროტოტიპის სახით, წარადგინონ ჟიურის წინაშე და ჩაშლილად ისე დეტალურად ისაუბრონ თავიანთ პროდუქტზე, თავიანთ შვილობილ პროდუქტზე და ამიტომ მივედით კემბრიჯამდე, რომ კემბრიჯის სტანდარტი მაინც მსოფლიოს 160 პლუსი ქვეყანა აღიარებს, ხარისხის მაჩვენებელია კემბრიჯი და კემბრიჯმა გარდა ინგლისურისა შემოგთავაზა მათემატიკა, საიენსი, ტექნოლოგიები და მეწარმეობა ზუსტად იმ კონცეფციით, რა კონცეფციასაც თურმე ჩვენ მივდევდით პროექტებით სწავლება, სწავლა-კეთებით და გუნდურობა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენს სწავლების პროცესში. ამ ყველაფერს ჰქონდა წლების განმავლობაში ბანაკის ფორმა და ეს ყველაფერი რაღაცა ასე მომთაბარე ცხოვრებით მიდიოდა, ხო, სხვადასხვა რეგიონში და ახლა აი როგორ ჯერ ამაზეც მოგვიყევით, აი რა დაფარეთ აი ამ პერიოდის განმავლობაში, ვის მისწვდა თქვენი შესაძლებლობები, რასაც უხსნით ბავშვებს ამ პერიოდის განმავლობაში და რამ განაპირობა, რომ უკვე ფიზიკური სივრცე საჭირო იყო, რომ არსებულიყო აი ამ ცენტრის. როგორც უკვე აღნიშნეთ, 2019-ის ნოემბერში გავიხსენით ჩვენ ფიზიკურ სივრცეში თბილისში და 2 თვე მოვასწარეთ მხოლოდ პანდემიამდე ფუნქციონირება. ამ შემთხვევაში თელავს გულისხმობ და რეგიონის როლზეც კიდე ვისაუბრებთ აუცილებლად. დიახ და უკვე პანდემიამ გამოიწვია, რომ ჩვენ გავედით ზაფხულის ფორმატში. თან ძალიან ბევრი უცხოელი შემოგვემატა, უცხოელი ბავშვები და ამან გავგზარდა ჩვენ ძალიან უცხოელ მშობლებთან და უცხოელ ბავშვებთან თანამშრომლობა ძალიან გავგზარდა და მე უკვე რომ დავაპირეთ 2 წლის წინ დავაპირეთ სასწავლო ფიზიკური გარემოს შექმნა თბილისში, რატომ თბილისი და არა რეგიონი და არჩევანი გავაკეთეთ თელავზე, რომ ეს საერთაშორისო მიმართულება და ინოვაციური მიმართულება რეგიონის ბავშვებისთვის, კახეთის ბავშვებისთვის შეგვეთავაზებინა და ყველაზე მეტად კახეთი ავირჩიეთ, იმიტომ რომ ჩვენ ჭკვიანი ტექნოლოგიების ესე ვთქვათ შექმნა და მეწარმეების შესწავლა გვინდა პირდაპირ ცოცხალ მეწარმეებთან თანამშრომლობით, ჩვენ უკვე დავამყარეთ რამოდენიმე მეწარმესთან პარტნიორული ურთიერთობა, ბავშვები ყავდა მიყვანილი იქ და ვორქშოპები და მასტერკლასები უკვე იქ გავიარეთ და ჩვენთვის კახეთი არის ძალიან მიმზიდველი, რადგან ჩვენ გავუზარდოთ მომავალი ინჟინრები, ტექნოლოგიების წარმომადგენლები უკვე კახეთს იქვე. იმ მოსახლეობაშივე, რადგან ძალიან იჭიერი თაობა აღმოვაჩინეთ კახეთის რეგიონში და კახეთის აგრომეურნეობა, ეკომეწარმეობა, მე მგონი
საჭიროებს მომავალ თაობას ამ მიმართულებით. რამდენად დაგხვდათ თავად რეგიონში მოთხოვნა და რამდენად არის თვითონ ბაზარი მზად იმისთვის, რომ აი ამ მომავლის პროფესიებს რაღაცა ფეხი აუწყოს და დანერგოს მათ შორის ყოველდღიურობაში და ესეც ძირითადად არიან აი უცხოელების დატვირთულობა ახსენეთ თქვენ და მოთხოვნის ზრდა და კახეთშიც არიან უცხოელები, ბავშვები, მშობლები, რომლებიც ითხოვენ თუ ეს სრულად ხართ ქართველებზე მორგებული? დიახ, კახეთში უცხოელები ჯერ არ შევხვედრია, 2 წელია უკვე თელავში ვართ შესულები და 2 წელია ვიკვლევთ ბაზარს. ძალიან დეტალურად შევხვდით ძალიან ბევრ მშობელს ყვარლიდან, გურჯაანიდან, ახმეტიდან, თელავიდან და მიმდებარე სოფლების მშობლებს მათ უნდათ რომ რაღაცა ახალი შეძინონ თავიანთ შვილებს მით უფრო ტექნოლოგიების მიმართულებით და ჭკვიანი ტექნოლოგიების მიმართულებით რომ ბავშვებმა მიიღონ ის ცოდნა, შეისწავლონ პროგრამირება, კოდირება ჩვენ არდუინოს მიმართულებები გვაქვს და აგრეთვე დრონის მიმართულებები დავამატეთ. მნიშვნელოვანია რომ ბავშვმა იცოდეს მათემატიკამ უნდა მიიყვანოს ამ ტექნოლოგიებამდე. ჭკვიანი ტექნოლოგიები რომ შეიქმნას, გვჭირდება მეცნიერება, მეცნიერებაში უნდა ჩავაშენოთ ეს ტექნოლოგია. შემდეგ მეწარმეობა რომ შეფუთოს ბავშვმა თავისი პროდუქტი და წარუდგინოს ინგლისურ ენაზე მსოფლიოს. რა როლს ითამაშებს, როგორ ფიქრობთ, Kinderlab რეგიონის განვითარებაში და მათ შორის იმ ახალი თაობის აღზრდაში, რომელიც ასე ძალიან გვჭირდება მომავლის საქართველოს მაშენებლებს გულისხმობ ცხადია და რა ბენეფიტს აი რეგიონმა თელავმა რომ კარგად გაიგოს რა შენდება, უпростоრად რა იწყებს ოპერირებას, აი რა ბენეფიტს მიიღებენ თითოეული მოქალაქე, თელავის თითოეული მაცხოვრებელი აი ამ სივრცისგან? ჩვენი Kinderlab-ელი შეიძენს საერთაშორისო სტანდარტის განათლებას. შეუძლია ნებისმიერი საგანი აირჩიოს, ეს იქნება ინგლისური, მათემატიკა, მეცნიერებიდან ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია. მოგეხსენებათ, როგორ რთულად ხდება ამ საგნების შესწავლა ჩვეულებრივი სტანდარტული გაკვეთილების, ასე ვთქვათ, პროცესში და რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მშობელი რაცაც ითხოვს, ეს არის ტექნოლოგიების შესწავლა და ჩვენ ამ ტექნოლოგიებს ვასწავლით ამ საგნებთან ინტეგრირებაში პლუს მეწარმეობა რომ თვითონ ბავშვმა შექმნას თავისი სტარტაპები და რატომაც არა 13-14 წლის ასაკში რომ ბავშვმა თავისი სტარტაპი შესთავაზოს რეგიონს იმ მეწარმეებს რომლებიც ძალიან საჭიროებენ თავიანთ ბიზნესში. აი ხა თქვენც ახსენეთ რომ მაგალითად სხვადასხვა საგნები რომელიც სკოლაში ისედაც ისწავლება და მეორე მხრივ არის Kinderlab რომელიც სხვა მეთოდით თუმცა შეიძლება რაღაც იდენტურ საგანს ასწავლიდეს რასაც თქვათ იგივე კლასიკურ საგანმანათლებლო სივრცეში სწავლობს. მშობელმა ამ შემთხვევაში როგორ უნდა გააკეთოს არჩევანი? შეიძლება ვიღაც ფიქრობდეს რომ ამას ხო ჩემი შვილი ისედაც სწავლობს და ამაში თანხასაც არ ვიხდი ხო და რატომ უნდა დროც რატომ უნდა დავხარჯო რესურსიც მათ შორის ფიზიკური თუ ფინანსური. დიახ. რას უპასუხებთ აი ჩვენი მიდგომები, ანუ ჩვენი ინოვაციური მიდგომები არის ზუსტად სწავლების პროცესში. პირველი არის გარემო. ჩვენთან არ არის მერხები, არის ჩვეულებრივი ისეთი მაგიდები, სადაც ბავშვები მუშაობენ გუნდურად. თვითონ მასწავლებელსაც აქვს ისეთი დამოკიდებულება, სიტყვა მასწავლებელსაც არ ვხმარობთ, რომ მე შენ კი არ უნდა გასწავლო, არამედ შენ უნდა შექმნა. შენთან ერთად მე უნდა შევქმნა, ვაკეთო და ამ კეთებაში უკვე შემოესწავლებათ ბავშვებს ის მათემატიკაც, ის ფიზიკა, ის ქიმია და ის ბიოლოგიაც, რომელიც პირდაპირ ექსპერიმენტებზე იქნება დაფუძნებული და ეს საგნები მეცნიერების სამივე საგანი ინტეგრირდება კახეთის რეგიონში მეწარმეებთან პირდაპირ ჩატარდება ექსპერიმენტები, თუნდაც ნიადაგის ანალიზი, წყლის ანალიზი, ჩვენ ერთ-ერთ კომპანიაში ვიყავით და იქ ყურძნის ანალიზი, ღვინის ანალიზი გავაკეთეთ და ანუ აი ეს პრაქტიკული სწავლება უფრო მეტი იქნება და არა თეორია და არა ფორმულები, რომლებიც დღევანდელ 21 საუკუნის ბავშვებს ძალიან არ უყვართ. მათ TikTok-ის ბავშვებს ვეძახით, TikTok-ის თაობას და 15 წამის მერე უკვე კონცენტრირება ძალიან ჭირს და ჩვენმა 5 წლიანმა გამოცდილებამ გვიჩვენა ის რომ აი ეს მრავალფეროვანი აქტივობები
იმ ხელა შედეგზე გაგვიყვანა ამ აქტივობებმა, რომ ბავშვებს გაჯეტების საერთოდ არ ახსენდებოდათ. შევქმნით მაგალითად წელს ჭკვიანი სათბური, ბავშვები დაიყვნენ გუნდებად, ჯგუფში გადაინაწილეს თვითონ ფუნქციები, რომ ზოგიერთი იყო პროგრამისტი, ზოგიერთი იყო დიზაინერი, ზოგი იყო მარკეტოლოგი, პრეზენტატორი და ბავშვებმა მოირგეს თავისი ნიჭის მიხედვით ის უნარები აღმოაჩინეს, რასაც სკოლაში სამწუხაროდ ვერ აღმოაჩენს მასწავლებელი 1-45 წუთში და რაღაც ისეთი მარათონივით არის თითქოს რომ სულ ფორმულების დაზეპირება, სულ თეორიული ცოდნა და ერთ-ერთმა ბავშვმა ჩვენთან წელს ზაფხულში ყვარელში თქვა რომ იქ კალა დაგჭირდა რომ პროექტზე რომ მუშაობდნენ და თურმე ეს ყოფილა კალა და მე ფორმულებით ძალიან ფორმულებით უფრო ვიცი ვიდრე ხელშეხება ქონდა ბავშვს აი ამ კალაზე და აი ესეთი პრაქტიკული სწავლება, გამოცდილებითი სწავლება, გუნდური შემოქმედებითი, რომელიც პირდაპირ ადაპტირებადი არის და პირდაპირ ინტეგრირებული არის კახეთის რეგიონში. და ვინ იცის იქნებ პოტენციურ სტარტაპერებსაც უზრდით სამომავლოდ რაღა პრინციპში უკვე ნელ-ნელა გადმოიწია საკმაოდ და ძალიან მცირე ასაკში ხდებიან ხოლმე სხვა ინოვაციის შემქმნელები და ესეც მნიშვნელოვანი ფუნდამენტია ამ ყველაფრისთვის, რადგან შემდეგ დაშენდება ის ასე ვთქვათ ეკოსისტემა, რაც იმედი მაქვს რომ კიდევ განვითარდება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება საგანმანათლებლო სისტემას. მოდი აქ ეს ცენტრის ამბავი რომ ამოვწუროთ, 1 ოქტომბრიდან იწყება უკვე სწავლა, თუ დაიწყო დაკომპლექტებდა უკვე ჯგუფები სრულად და ასევე რა ასაკობრივ დიაპაზონში იქნებიან წარმოდგენილი, ვის შეუძლია რომ მოიყვანოს ბავშვი. ეს მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს ეხება. დიახ, სკოლის მოსწავლეები 9 წლიდან 15 წლის ჩათვლით გვაქვს ჩვენ ამ სეგმენტზე გათვლილი ეს პროგრამები, თუმცა მე-10 კლასიდან მე-11, მე-11, მე-12 კლასის ჩათვლითაც აქვს კემბრიჯის თავისი სახელმძღვანელოები და თავისი პროგრამები, მაგრამ ჩვენ გვინდა რომ გავზარდოთ ამ მოცემულობით, ამ კონცეფციით ბავშვები ამ სახელმძღვანელოებზე და ამ პროგრამებზე დაყრდნობით, მაგრამ არის 7-8 წლის ბავშვებზე მოთხოვნა ინგლისური მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია ფაქტობრივად ყველა მიმართულებით ხდება. ჯგუფების დაახლოებით რამდენი ბავშვს ვარაუდობთ რომ წლის განმავლობაში ჩვენ 200 ბავშვის ასე ვთქვათ მიღებას შევძლებთ. ეს ცხადი არ იქნება მხოლოდ თელავიდან ხო მიმდინარე სოფლები, ქალაქები დაფარავთ ასე ვთქვათ რაიონი, გურჯაანის რაიონი, ახმეტის რაიონი და მიმდებარე სოფლები, თელავის მიმდებარე სოფლები. ჩვენ თავაზობთ ტრანსპორტსაც თუ კი ვერ შეძლებს მშობელი ტარებას, მოგეხსენებათ ახლა კვირაში ძალიან რთულია მშობელი რომელიც მუშაობს, შეგვიძლია ტრანსპორტით შევთავაზოთ და ტრანსპორტით გადაადგილდეს ბავშვი ჩვენთან. თელავში სად იქნება? და რა იქნება საფასური თუ გვეტყვით? ან გარკვეულ ასე ვთქვათ საშუალო მაჩვენებელს მაინც? კი. ჩვენ ვიმყოფებით ნადიკვარის პარკის გვერდზე, მესამე საჯარო სკოლის ტერიტორიაზე. გვაქვს ორი მიმართულება, როგორც ქართული, ასევე ინგლისური სწავლების. მოგეხსენებათ, ყველას არ შეუძლია ინგლისურად შეისწავლოს მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და ჩვენ ვთავაზობთ ქართულ პროგრამას, მაგრამ საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობილი და ჩვენი აი ეს გამოცდილებით რა სილაბუსებით შევქმნით 5 წლის განმავლობაში. ქართული მიმართულების თანხა ერთი საგნის გახლავთ 120 ლარი, ხოლო ინგლისური 150 ლარი. თუმცა იქ არის არჩევა საგნების მიხედვით თუ აირჩევს მშობელი სხვადასხვა ფასაკლებებით, დედმამიშვილზეც, კემბრიჯის გამოცდაზე წლის ბოლოს გაგვყავს ბავშვები და აქაც კომპანია შეუძლია რომ მიიღოს მონაწილეობა ფინანსურად. კი ბატონო, სამწუხაროდ ჩვენი დრო ამოიწურა, მაგრამ იმედი მაქვს რომ გვექნება კიდევ შესაძლებლობა პირველი ის რომ შედეგები მოვიკითხოთ და როგორ მოიქოქება პროცესი და როგორ ჩაერთვებიან კახელი ბავშვები და არა მხოლოდ დარწმუნებული ვარ ამ პროცესში და შემდეგ უკვე რა შედეგს გამოიღებს თავად ცენტრის არსებობა, საგანმანათლებლო სივრცეს რა ახალ ნიშას შემატებს, ეს ძალიან საინტერესოა წარმატება ამ გზაზე თქვენ და მთელ თქვენს გუნდს განვითარება და გაფართოება არა მხოლოდ ერთ რეგიონში. ცხადია, ხათუნა არწივიძე კინდერლაბის დამფუძნებელი იყო ჩვენთან ერთად.